ისლამური რევოლუციური გვარდია იძულებულია დაემორჩილოს ტრამპის ბრძანებას. საჯაროდ რეჟიმი უარყოფს ამას. კალიბაფმა ტრამპი დაადანაშაულა იმაში, რომ მას სურს მოლაპარაკებების მაგი და დამორჩილების მაგიდად გადააქციოს. ირანის ელჩმა პაკისტანში გაიმეორა, რომ დიდი ცივილიზაციის მქონე ერი მუქარის ქვეშ არ აწარმოებს მოლაპარაკებებს. მაგრამ ფაქტები სრულიად საპირისპირო მიმართულებით ვითარდება, ვიდრე ეს საჯარო უარყოფაა. და როდესაც დეტალებს ვაანალიზებთ, ხედავთ ირანს, რომელსაც აღარ აქვს არჩევანი და უკვე დამორჩილებულია ძლიერ შეერთებულ შტატებს დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. და ეს არის 2026 წლის 21 აპრილის მთავარი საკითხი. მუქარის, უკანდახევისა და წინააღმდეგობების რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმი იმ ეტაპზე მივიდა, როდესაც ვეღარ ახერხებს მხოლოდ დაუმორჩილებლობის რიტორიკით თავის გატანას. ირანთან ომთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ახლა საბოლოო ფაზაში შედის და რაც ჩანს არის ის, რომ თეირანს პირდაპირ ამერიკული ზეწოლით მოლაპარაკების მაგიდისკენ უბიძგებენ. რაც ხდება მარტივად გასაგებია. რეჟიმის ყველაზე მკაცრმა ბირთმა სადა დროის მოგება, სადა პირობების დაწესება და სადა ძალის ჩვენება. მაგრამ სამხედრო ზეწოლამ, ბლოკადამ და ახალი ესკალაციის რისკმა თამაში შეცვალა. ეხლა ისლამური რევოლუციური გვარდია აღარ ჩანს როგორც ძალა, რომელიც პროცესების ტემპს კარნახობს. ის ჩანს როგორც კუთხეში მიმწყდეული სტრუქტურა, რომელიც იძულებულია უპასუხოს დონალდ ტრამპის წინსვლას და ირანის გარშემო მზარდ ზეწოლას. შეერთებული შტატები სურს შეთანხმება, რომელიც ირანს აუგზავნოს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას და ამავდროულად თავიდან აიცილებს ახალ, კიდევ უფრო დიდ შოკს ნავთობისა და ბაზრებზე. მეორე მხრივ, თეირანი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ბირთვული პროგრამის ნაწილი, დაიცვას ურანის გამდიდრების უფლება და მიაღწიოს სანქციებისა და საზღვაო ბლოკადის შემსუბუქებას. ამ დაპირისპირებას ხელმძღვანელობენ დონალდ ტრამპი, მისი გუნდი და ირანის მხრიდან მოჰამედ ბაქრ კალიბაფი და ასევე რეჟიმის ყველაზე მკაცრი აპარატი. როდის აფეთქდება ეს საბოლოოდ? დღეს 21 აპრილს, ზავის ბოლო ეტაპზე, რომელიც როგორც როიტერსი იტყობინება, უნდა ამოიწუროს 22 აპრილის ღამით და დაახლოებით საღამოს 8 საათზე აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დროით. სად? ისლამაბადში, ჰორმუზის სრუტეში და ირანის პორტებში. ფაქტორი, რომელმაც ყველაფერი ამ წერტილამდე მიიყვანა, იყო ირანული სატვირთო გემის ტოსკას დაკავება. Associated Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა გემი დაარტყა და ხელში ჩაიგდო. მას შემდეგ, რაც დაადანაშაულეს, რომ ცდილობდა ჰორმუზის სრუტესთან საზღვაო ბლოკადის გარღვევას. როიტერსმა დაამატა, რომ ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, გემმა 6 საათის განმავლობაში არაერთი გაფრთხილება დაიგნორა. ეს იყო პირველი შეჩერება მას შემდეგ, რაც ირანის პორტების ბლოკადა დაიწყო. ამან მთლიანად შეცვალა ატმოსფერო. ამ დროამდე თეირანი ჯერ კიდევ ცდილობდა შეენარჩუნებინა პოზა, თითქოს პირობების კარნახი შეეძლო. ამის შემდეგ ძალის დემონსტრირება უფრო რთული გახდა, როცა ირანული გემი იჭერებოდა, ეკიპაჟს აკავებდნენ და საერთაშორისო ზეწოლა იზრდებოდა. ეს იყო პოლიტიკური, სამხედრო და სიმბოლური დარტყმა. სწორედ ამიტომ დამორჩილების იდეამ ამ სამშაბათს ესეთი დიდი ძალა მოიპოვა. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, თეირანი დადებითად განიხილავს მოლაპარაკებებში მონაწილეობას. თუმცა ის კვლავაც მოითხოვს ურანის გამდიდრების უფლების აღიარებას. მარტივი ენით რო ვთქვათ, რეჟიმი ისე ლაპარაკობს, თითქოს გამოწვევას აკენებს, მაგრამ მოქმედებს ისე, როგორც კუთხეში მიმწყდეული. ტონში წინააღმდეგობა გამოხატა, ქმედებაში დათმო. და სწორედ აქ შემოდის დღევანდელი დეტალი. ტრამპი ამაზე მუშაობს მკაფიო მეთოდით. ის უნდა, რომ ირანი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდეს არა თანაბარ პირობებში, არამედ წნეხის ქვეშ. ორშაბათს როიტერსის მიხედვით მან განაცხადა, რომ ისინი მოლაპარაკებას დაიწყებენ და დაამატა, რომ სამართლიან შეთანხმებას ელოდება. მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. ამავე დროს მან შეინარჩუნა მუქარა, რომ გაანადგურებს ხიდებსა და ელექტროსადგურებს, თუ თეირანი მის პირობებს არ დათანხმდება. თეთრმა სახმა იგივე პოზიცია გაამყარა. კაროლინ ლევიტმა Fox News როიტერსის ციტირებით განუცხადა, რომ შეთანხმება ახლოსაა სამხედრო ოპერაციის წარმატებისა და ტრამპის მკაცრი სტილის წყალობით. შეტყობინება სასტიკია. ჯერ უნდა გაანადგურო, შემდეგ მოლაპარაკება აწარმოო. ვაშინგტონისთვის ძალამ გახსნა დიალოგი. ეკონომიკური მდგომარეობა ეხმარება ახსნას, რატომ ოკმანობს თეირანი ასე ძალიან. Associated Press-მა აღნიშნა, რომ ირანული გემის აშშ-ს საზღვაო ძალების მიერ დაკავებამ გაამძაფრა შიში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის შესახებ ბოლო 10 წლეულებში. ირანი იცის, რომ ამ ზეწოლის გაგრძელება შეიძლება დააზიანოს რეჟიმი არა მხოლოდ სამხედრო სფეროში, არამედ ფულის ნაკადში, ექსპორტსა და ეკონომიკურ გადარჩენაში. პაკისტანი გახდა ამ დაპირისპირების არენა, რადგან ცდილობს ხელი შეუშალოს ზავის დასრულებას შემდეგი რაუნდის დაწყებამდე.
როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არსებობს ბიძგი მოლაპარაკებების განახლებისკენ 4 შაბათს და რომ JD-1-ს ელოდებიან ისლამაბადში. იგივე რეპორტაჟი ამბობს, რომ დონალდ ტრამპი შეიძლება პირადად ან ვირტუალურად მიიღოს მონაწილეობა, თუ შეთანხმება გაფორმდება. ისლამაბადი უკვე პრაქტიკულად დაცულია, თითქმის 20,000 უსაფრთხოების თანამშრომელია მობილიზებული. Associated Press-მა დააფიქსირა პოლიციის ბლოკადის გაძლიერება პაკისტანის დედაქალაქში. ანუ, მაშინ როცა თეირანი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ჯერ კიდევ თავას წყვეტს ტემპს, რეალური ვითარება ადგილზე სხვა რამეს აჩვენებს. ქალაქი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის მოამზადეს, რადგან ყველა მიცის, რომ გადამწყვეტი ეტაპი დადგა. დღეს უკვე აღარავინ დაობს, არსებობს თუ არა ზეწოლა. განიხილავენ მხოლოდ იმ დათმობის მასშტაბს, რომელიც ირანმა უნდა გააკეთოს. კიდევ ერთი ფეთქებადი დეტალი. ირანი ცდილობს ჰორმუზის სრუტე ბერკეტალ გამოიყენოს, მაგრამ რისკავს, რომ ეს კოზირი მახედ იქცეს. როიტერსი ამტკიცებს, რომ თეირანი იმედოვნებს სრუტის გამოყენებას, რათა მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც თავიდან აიცილებს ომის განახლებას და შეამსუბუქებს სანქციებს. მაგრამ იგივე ნაბიჯი ზრდის გლობალურ შიშს და სხვა ქვეყნებს უბიძგებს, რომ სტაბილურობაზე ზეწოლა მოახდინონ. და აძლიერებს ვაშინგტონის არგუმენტს, რომ ირანის რეჟიმი ენერგეტიკის ვაჭრობისა და უსაფრთხოების არეულობის ფაქტორად იქცა. როდესაც ირანი ჰორმუზს საჭერს, ერთი მხრივ შანტაჟის ძალას იძენს, მაგრამ მეორე მხრივ ლეგიტიმაციას კარგავს და მეტ რეაქციას იწვევს. ეს არის დღევანდელი კვანძი. ის იარაღი, რომელსაც თეირანი ზეწოლისთვის იყენებს, შეიძლება იგივე იყოს, რაც რეჟიმს სულ უფრო მკაცრ მოლაპარაკების მაგიდასთან აყენებს. ამიტომ ეს ფაქტები აღნიშნავს დღეს, როდესაც ირანის რეჟიმის გამოწვევის ნარატივი ალტის რეალობას შეეჯახა. თქვა, რომ ზეწოლას არ მიიღებდა, მაგრამ დაიწყო თავისი ყოფნის გადახედვა. თქვა, რომ მუქარის ქვეშ არ ივაჭრებდა, მაგრამ ნახა, როგორ ამზადებდნენ ისლამაბადს გადამწყვეტი რაუნდისთვის. თქვა, რომ ჯერ კიდევ აკონტროლებდა თამაშს, მაგრამ გემი წაართვეს. ნახა, რომ ბლოკადა გაგრძელდა. ნახა, რომ ტრამპმა ტონი გაამკაცა და ნახა, რომ დრომის წინააღმდეგ მიდიოდა. თუ მოლაპარაკება გაგრძელდება, ტრამპი ამას ისე გაყიდის, თითქოს ეს რეჟიმის დათმობის მტკიცებულებაა. თუ გაჩერდება, ზავი კიდევ უფრო ახლოს იქნება კოლაფსთან. ასე თუ ისე საბოლოო ფაზა უკვე დაიწყო. და ის თეირანისთვის ყველაზე ცუდად დაიწყო. ისლამური რევოლუციური გვარდია ცდილობს მტკიცედ გამოჩნდეს, მაგრამ უკვე იმ ტერიტორიაზე შედის, სადაც შეერთებული შტატების ზეწოლა ტონს აძლევს მოვლენებს.